საქართველოსთან მიმართებაში. ტრამპის ადმინისტრაცია აბსოლუტურად არავითარ ყურადღებას არ აქცევს რა ხდება აქ. ერთი განცხადებაც გადაგედებულ. ანუ ჩვენ სანამ ტრამპი გახდებოდა პრეზიდენტი, როგორ მახსოვს ეს პუჭი მოლოდინი, რომელიც მე არ მქონდა ეს მოლოდინი, მაგრამ მეც ვერ გავბედავდი ესეთ პროგნოზს, რომ ამდენი ხანი გავიდოდა და ჯერ ერთი მძიმეც არსად არ გამოყენებულა საქართველოს რაიმე კონტექსტში. ხო? თუ არ ვწდები, თუ ვწდები, შემახსენე. მოლოდინი რომ ტრამპის არჩევანის შემდეგ აქ რაღაცა კონკრეტული საღი აზრი პოლიტიკაში ჩამოყალიბდებოდა. არ ჩამოყალიბდა, ამათ მოიხსნეს აბსოლუტური თავისუფლება, სრული უყურადღებობა და ამ სრული უყურადღებობის ფონზე ჩვენ უკვე ვიმტკიცებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა არის ჩვენი ბოლო და უკანასკნელი დაბრკოლება ჩვენი სუვერენიტეტის, ანუ შერბილებისა და ამით კიდევ უფრო გავცილებთ.